აი ნატახტარი რომ თავდება და მისაქციელი იწყება, არის სარიტუალო დარბაზი 300 არაგველი. პირდაპირ გზის პირა რესტორანია. პირველი შთაბეჭდილებით ჭერი მოწესრიგებულია შეძრების დაგვარად. თუმცა კონდენსატი ცოტა არის, იატაკი მოწესრიგებულია, განტოვი გასაწმენდია, მაგრამ კონდენსატი არ არის, თუმცა მალე დაიწყება. ნუ ყველა მაგიდა არ არის სამწუხაროდ უჟანგავი, ნაწილი არის უჟანგავი ლითონით დაფარული, ნაწილი ჩვეულებრივი მაგიდებია. აქ მზადდება ძირითადი კერძები, იქ არის დამხმარე ტერიტორია, კონდენსატი სამწუხაროდ არის გასაწმენდია. კედლები გაწმენდილია და სუფთა არის. მესმის რომ თევზის ტაფა არის, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. კონდენსატი როგორც ზევიდან შეიძლება იწვეთოს, ასევე აი ამნაირ ესეთ ძალიან დაბინძურებულ ტაფებში ცოტა არ უნდა კეთდებოდეს, იმიტომ რომ ქვაბები თვითონ გაქვთ კარგი. აი ქვაბები სუფთა არის და ტაფები საშინო მდგომარეობაში. აი ნახეთ, აი ეს ყველაფერი არის კონდენსატი და აი ეს ნამწვი არის დამაზიანებელი ჯანმრთელობისთვის. ჭერი გასაწმენდია და იმედია გაწმინდავთ, იმიტომ რომ გაკეთებული მართლა ბევრი გაქვთ, კედლები კარგ მდგომარეობაში გაქვთ და კარგი არის, კედლები მომწონს ძალიან. ოღონ აი ეს ყველაფერი უნდა იწმინდებოდეს მაქსიმალურად მილები და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ აი ესეთი ისინი აი ნაწილაკები ცვიოდეს, სადაც კერძები მზადდება. მომწონს გასქურა, იმიტომ რომ გასქურა არის ეხლა ცხელი პერიოდი, ანუ კერძებს ამზადებენ და თავისთავად იქნება დასრული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეთყობა რომ იწმინდება კარგად. ეს ხორცი როდინდელია ჩაყინო. თქვენ გინდათ მითხრათ რომ ეს ხორცი გუშინდელია? არ არის ეს ხორცი გუშინდელი ჩაყინული. იმაში გვედგა რა ფია. ფაშში გვედგა ესა და გუშინ ჩავდეთ საფუძველში ეს კი. გამწვანებულია ბატონო ქვევიდან შეხედეთ ეს გუშინდელი ხორცი არ არის და ეს ასე ვერ გაიყინებოდა ნახეთ როგორი საშინელება არის. გასაგებია, მაგრამ ეს ხორცი აი ხა ვაჩვენებ, აი ეს არის ზედაპირი, ნახეთ, აი ეს არის ზედაპირი და აი ეს არის ქვედა ნაწილი ხორცის. აი ასეთ მდგომარეობაში, აი ეს სიმწვანეები რა არის. ხსნი? გახსენეთ. აი ეს ახალი ხორცი არ არის ბატონო აი. გუშინ დილას მოტანილი ხორცი არის თანდაყოლო გვეძლა, ხერე ეს ოფერი, ჩავდეთ მოცივარში. მაცივარში არა, საყინულეში დღეს უბრალოდ. მაცივარი როდის დაალაგეთ ბოლოს? აი ესენი. აი ეს ნახეთ რა მდგომარეობაშია. ეს თევზით გუშინდელია? ახალია? დღევანდელი მოტანილი თევზი ასე გაიყინა? პური არის მოთავსებული. მაგიდაზე პურს არ შევიხები. ეს ხეივანი ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზია, მოვლილი მწვანე ეზოა. და მოდით შევიდეთ დარბაზში. ეს არის ერთ-ერთი დარბაზი, ქართული, ტრადიციული, ნახეთ როგორი ლამაზი პანოებია. ასახულია ჩვენი ისტორიული კადრები, ბრძოლები. მოდით გადავხედოთ ახლა ამ სუფრას, ელოდებიან სტუმრებს და ამიტომ უკვე გაწყობილია, ხედავთ აქ ნაირ კერძებს. ალბათ ყველაფერი გემრიელია, იმიტომ რომ ვიზუალურად ჩანს საკმაოდ მომხიბლელად და ქართული კერძები კი იცით თქვენ როგორი გემრიელია და სოფლიოში განთქმულია ჩვენი სამზარეულო. მე მომწონს ის რომ აქ არის ასე გადაფარებული მაგიდის გადასაფარებელი და ზემოდან არის აი ესეთი პლასტიკატის იატაკი სუფთა, მინდა აღვნიშნო. და რა თქმა უნდა განწყობას ქმნიან აი ეს პანოები, რომლებიც კედელზეა გაკეთებული, ძალიან მომწონს, ორიგინალურია. ძალიან ლამაზი ინტერიერია, ესეთი არის რამდენიმე დარბაზი, ერთ-ერთი დარბაზი ვნახე ის უფრო მოკრძალებულია და არ არის ესე ლამაზად გაფორმებული, მაგრამ თუნდაც ამ დარბაზიდან გამომდინარე, საერთო შთაბეჭდილება შეგექმნებათ 300 არაგველზე. ეს არის რესტორანი, რომელიც მდებარეობს მისაქციელში. მაცივარია, საყინულე, ხორცი ბეჭდიანია. აქედან გამომდინარე, კანონის დაცვით არის შემოტანილი. საერთოდ აი ყველა ნაწილი არ იდამღება
მაგრამ ნუ ეტყობა პატარა ნაჭრები რო აქვთ წამოღებული, ამიტომ ზუსტად 1 საათნახევრის წინ. ეტყობა, კი. და მაგას ვამბობ, კანონის დაცვით არის მოტანილი, ყველა აბსოლუტურად ნაჭრზე არის დამღა, ესეთი ჟანგიანი საკიდები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აი დანარჩენი კარგია და ესენი არ ვარგა, იმიტომ რომ ჟანგი გადადის ჩვეულებრივ პროდუქტზე. ასეთი ჟანგი იყოს და კოროზირებული იყოს, მაცივარი არ შეიძლება და როგორც მინიმუმ მაცივარი, სადაც ხორცს ვინახავთ, აი ესეთი მდგომარეობა და ასეთი სიბინძური არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ობისოკო, ნესტი და ეს ყველაფერი აბსოლუტურად უნდა სუფთავდებოდეს. მაცივარი უნდა იყოს იდეალურად სუფთა, მით უმეტეს, როდესაც აი მზა კერძებს და პროდუქტებს დახურვის გარეშე გასაცივებლად ვდებთ მაცივარში. ფასტი გაქვთ დანერგილი? თუ იცით. იყვნენ მოსულები, მგონი 1-3 დღის წინ იყო ჰასკი მოსული და რა შეთანხმდით რაღაც მაგიტალებზე თვითონიცია. ანუ დაწყებული გაქვთ უკვე და კი ბატონო, ბადეები გაწმინდეთ, ძალიან გთხოვთ, გასაფერთხია, იმიტომ რომ არ შემოვიდეს და აი ნახეთ ტილოებიც, აი ასე ტილოები, სადაც ღია პროცესი მიმდინარეობს, აი ესე ტილოები იყოს განლაგებული, არ შეიძლება. ეს რა არის? ჭადი არის გამომცხვარი ჭადები. ეს არის ფარდა. ეს არის ყოფილი ფარდა. მესმის რომ ამისთვის ხმარობთ, უკვე ფარდათ აღარ ხმარობთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერ ფარდა იყოს და მერე ჭადები ვინახოთ, არ არის სწორი და იმასაც ვერ რანაირად ვერ დამიმტკიცებთ, რომ აი რუშებიანი საფარი შევკერით. ვინაიდან ყავთ მომხმარებელი, დარწმუნებული ვარო, გემრიელად ამზადებთ. იმიტომ რომ სხვანაირად მომხმარებელი არ მოვა, მაგრამ აი ყველაფერი უნდა იყოს ზედმიწევნით მოწესრიგებული. არის სამზარეულო და აქედან გამომდინარე, აი ძალიან ბევრი მოთხოვნა და ვალდებულება გვაქვს. აი არის ახალი, ეტყობა რომ ახალი არის მაცივარი, სუფთა, გაპრიალებული, გაწკრიალებული. ჯობია რომ თავზე რაღაცა აი წააფაროთ, ისე რომ ზევიდან დაბინძურება არ მოხდეს, ამას ხო აღარ გარეცხავთ უკვე. ფხალისთვის არის გამზადებული, რომ დაწუროთ და შეკმასოთ, ხო? აქაც იგივე არის. არა, პერსონალის ახლა ამდენი ყველი და ამდენი ნიგოზი და ეს პროდუქტი პერსონალის ვერ იქნება. შეიძლება პერსონალის არის თქვათ რაღაც ხო, ახლა ხიზილალა, თქვენ თუ ხიზილალით პერსონალზე ყვებავთ და ხო, მაცივარი კი, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს აი კულერიც, ჩემ გადაცემებს უყურებთ? მაშინ აი ესეთი კულერები რო ძალიან მაბრაზებს ხო იცით. აი იქ თუ გაპრიალებულია კულერი, აქ ნამდვილად გასაწმენდი და მოსაწესრიგებელია. აქაც რეცხავთ ჭურჭელს, ეს უკვე ნახმარი ჭურჭელია, ძირითადი სამრეცხაო როგორც მივხვდი აქ არის და ნუ აქ ხელსაბანის სავარაუდოდ აქ უნდა იყოს. 300 არაგველი საპირფარეშო, ის რომ საპირფარეშო სველი წერტილი არ ნიშნავს, რომ აქ უნდა იყოს ყველანაირი სათლი. ვიზუალურად არ არის კარგი და მოსაწონი, მაგრამ თვითონ ტუალეტი არის საკმაოდ სუფთა. არის თხევადი საპონი, წყალი მოდის. აი როგორია, იცით, საშუალო. ბინძური ნამდვილად არ არის, შესვლა შეიძლება. რა მომეწონა 300 არაგველში? მომეწონა ძალიან ეზო, მწვანე, აი ნახეთ რაღაც კიპარისებიც არის, ბუჩქები, ხეები. ეხლა ალბათ გაზაფხულზე განსაკუთრებით ლამაზია, ნახეთ აყვავილებული ხე და ყვავილებიც არის. ძალიან კარგად მოვლილი ეზოა ნამდვილად. შეგახსენებთ, ჩვენ ვართ ნატახტარში, უბრალოდ მის აქციელის შესასვლელში. აქ არის ხორცის დასამუშავებელი და აქ იწვება ძირითადად მწვადი, ხო? აქ იცი როგორ, აქ დარბაზი არის ქალბატონებადონესა და აქ მაინცსა და მაინც მწვადი და ეგეთი რაღაცა. საწვავთ მწვადს? არა, აქ იწვება, მაგრამ აი ძალიან იშვიათი შემთხვევა არის. აქ ახლა მაინც მიცვალებული სუფრები ტარდება, აქ ისინი არის და მაინც და მაინც წელს არავინ არ იწვევს. სიმართლე და ნუ სარიტუალო დარბაზში იშვიათია რომ რაღაც ეს მწვადი და რაღაც შეიწვეს. ხო, მაგრამ იშვიათად მაინც ხო იწვება? კი ბატონო. სიგარეტს რატო ეწევით აქ? ეს არის სამწვადე თუ მოსაწევი ოთახი? უნდა ჩამოყალიბდნენ. სადაც ხორცი მუშავდება, ნახეთ, კუნძიც აქა გაქვთ. ხორცს აქ ამუშავებთ.
ამას ეს ყველაფერით ჩანს. მარილიც არის, რითიდაც კუნძი უნდა დამუშავდეს და შეიძლება ქონდაც კიდევაც დამუშავებული, ხა მე ვერ ვიტყვი, თუმცა აი მარილის კვალს ვერ უყურებ. ეს გასასუფთავებელია, კარგად ეხა დანით რო ავფრინკოთ, აუცილებლად ცხიმები ავა, ამიტომ დასასუფთავებელია და მარილით უნდა იყოს მოყრილი. დილას დაიჭრათ, ძალიან კარგი. აი ზუსტად მაგ სიტყვას ველოდებოდი, დილას დაჭერით და მე ეწევით სიგარეტს. ანუ გამოვიცხოთ, ხო? ეს ჩათვალეთ, რომ აქ კატეგორიულად გამორიცხულია სიგარეტის მოწევა. აი ეს ზედმეტი ნივთები გაიტანეთ აქედან და სადაც აი ნახეთ დივანი და მით უმეტეს ზედ გადაფარებული რაღაც საფარი არის მტვერის დაგროვების უდიდესი ბუდე. იმიტომ რომ ცენტრალურ გზაზე ძალიან ახლოს ახართ, გინდა არ გინდა გამტარიანობა გზის ძალიან მაღალია და აქედან გამომდინარე იმის რისკი რომ მტვერი დაგროვდეს არის ძალიან დიდი. ძალიან გთხოვთ ეს ოთახი ვისთვისაც აქვს განკუთვნილი იმისთვის იხმარეთ, გაქვთ კუპეები და ერთი კუპე გამოყევით იმისთვის რომ მომსახურე პერსონალმა ან დაისვენოს, ან სიგარეტე მოწიოს. ხორცის დასამუშავებლად გაქვთ არაჩვეულებრივი მაგიდები ნამდვილად ძალიან კარგი გაქვთ. ერთადერთი რაც მაინტერესებს, სად ატარებთ ხორცს. ანუ ეს პატარა მანქანა არის და თქვენთვის სრულიად საკმარისია იმისთვის, იმიტომ რომ ძირითადად ხინკალს არაკეთებთ და რისთვისაც ნიგოზისთვის და ლობიოსთვის და ასე შემდეგ სრულიად საკმარისია და ყოფნით. ერთი თხოვნა მაქვს კიდე, ვინაიდან ეს არის გატანის მაგიდა, აი აქ პროცესი მიმდინარეობს, თხოვნა მაქვს. ამხელა ტერიტორია გაქვთ, აი ნახეთ რა მხელა ტერიტორია. თაროები გააკეთეთ და ეს ყველაფერი აალაგეთ თაროებზე, რომ ეს არ იყოს ჯვარედინი დაბინძურება და რასაც ვერ ვიტან ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, რაც აი არასწორად მიმაჩნია, ეს არის იატაკზე დაყრილი პროდუქტი. აი ეს არის ყოვლად დაუშვებელი. აი ეს არის არასწორი. იატაკზე არაფერი არ უნდა ეყაროს აბსოლუტურად. თუ გინდ ხელის მონაცვლების მიზნით. ბატონო მამკა, ეთანხმებით შენიშვნებს? გავითვალისწინეთ ყველაფერს აუცილებლად. აუცილებლად გავითვალისწინეთ, თუ სადმე რამე ისახე ინტერვიუით, ყველაფერს გავაკეთებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. მე კიდევ ერთხელ გესტუმრებით და გადავაკონტროლებთ, თუ კი ყველაფერს გაითვალისწინეთ. იმიტომ რომ ძირითადად, როდესაც წერენ, აი ითვალისწინებენ, ზუსტად ეს რომ დავამტკიცე, რომ ყველა ითვალისწინებს აბსოლუტურად და არავის არ უნდა შეიძლება რაღაც აი მოხდეს და ადამიანმა არ იცოდეს, ვერ გააკეთოს, მაგრამ ჩვენი კონტროლის შემდეგ, ჩვენი ვიზიტის მერე მერწმუნეთ, რომ რადიკალურად იცვლება ყველაფერი და იმედია, რომ აქაც შეიცვლება.